რუსული ენა ვიცი, პატარობაში უყურებდი მულტფილმებს, ანუ Cartoon Network. მაგიდან დავამოღმა და ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ქართველია და ანუ ვიცით რუსული ენა, გინდ ბავშვობიდან კი ბებია ბაბუა ყავდა რუსულენოვანი, გინდ რა ვიცი. ხო მიხდით. მოკლედ. აი, არასოდეს არ მწყდებოდა რუსული ენა, მაგრამ აი ძალიან ხშირად რაღაცნაირად მაბრაზებენ ეს რუსულენოვანი ხალხი. როცა მუშაობდი მაშინაც კი რომ შემოდიოდნენ არანაირი გამარჯობა არ არის ეგრევე რუსულად მიწებდნენ ლაპარაკს. ანუ გააჩნია მომენტებს, მაგრამ ხანდახან ანუ ჩემში ერთვეულო პატრიოტი რა და მეთქი ანანო ნუ ელაპარაკები რუსულად. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რუსული, მაგრამ მეთქი ანანო ნუ ელაპარაკები რუსულად. მაგრამ რა უქნა ხანდახან ხალხო თუ კარგ ხასიათზე ვარ ხო მეც და ესეც მიღიმის შემიძლია, მაგრამ ერთხელ ძალიან ვინანე, იმიტომ რომ მესტიაში ვიყავ ისპანეთში და ანუ ბულვარში პარკის პონტი იყო და რაღაც ჩამოვიდნენ რა რუსები ავტობუსიდან, დიდი ავტობუსი რა ხო იცით. ხო და девушка, сфоткай нас. მეც მივედი გადავიღე მის და მე დავტვინე რომ უკაცრავად მესტიაში ხარ, სვანეთში ხარ, ანუ საქართველოში ხარ, რა ჯევუშკა რა და რა სვოტკაინას, ანუ ან გამარჯობა მითხარი, ან რაღაც რა ვიცი, translate-ით მაინც მაჩვენე ეგრევე მომახტა რუსულად. და დღემდე ვნანო ფრატო გადავაღებია ფოტო, დაატო გავუღიმე. მაგრამ მართლა კარგი ხასიათზე ვიყავდა რა მეკნა. ანუ ზოგადად მართლა იყო მომენტები რომ ხალხი მეუბნებოდნენ რატო იცი რუსულიო, მაგრამ რა ვქნა ხალხო ვიცი გამოვიდა ეგრე რომ ვიცი, ხო არ მიხართ მაწალა, უბრალოდ ვისწავლე და რა ვიცი. მამაჩემს რო ვეკითხები, მამაჩემმა ტრეისენამ და იცოდეო და ზოგადად ენების ცოდნა კარგია და არასერც